გამოდით, დავიწყე. თავი დავიწყებ. ხმას არ იწერდა. მოკლედ, ეგეთი ცუდი რაღაც შემემთხო, რომ ხმას არ იწერდა. ლენკა გინდა შენ ჩემთან. თავი დამიწევს გადაღება. ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ შიში არის ცუდი. ეხა იწერს? კი, ეხა იწერს. მე დარწმუნებული ხარ. ცხოვრებაში მიზნები რომ უნდა გქონდეს, შემომოწმა გადავიღე ერთი სატესტო ვიდეო და იმის მიხედვით. მიზნებს რაც შეეხება, არტურ თუ შეგეძლია რომ გადამიღო ფოტო. ლენკას მიზნები მე და არის გიორგის რომ გადაგვიღო აი იქიდან. ბევრი კარგი ფოტო გქონდეს მე და ლენკას ერთად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არტურ. რა უყარს არტურას? არტურას ჩვენ უყარვართ, ყველანი უყარვართ, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ჩვენ ვილაპარაკებთ და ჩვენ გადაიღე, არ ვიპოზიორ. იყოს. მე ამ ედავში პირველად ვარ. ხო. და სხვათა შორის წეგან უპასუხე წინა ვიდეოს კომენტარს, სადაც ითხოვდნენ, რომ ლენკასთან ერთად ერთი გადაიღეო და ნეაპოლში ჩამოდითო კიდევ. და რა უთხარი? მე უთხარი, რომ ლენკა აუცილებლად იქნება ხოლმე ჩემთან ერთად მეთქი, იმიტომ რომ ცხოვრების უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ თქო და ნეაპოლში ჩამოსვლასაც შეეხება, სხვა მომავლოდ იყოს თქო, იმიტომ რომ ახლა თბილისში საქმეები გვაქვს მეთქი, აქედან წავალთ თქო რა. და ნეაპოლში ვიღაც ქალბატონი არის, მე მგონი ქალბატონი ეგრე თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი რა, ნიკნეიმი თუ სწორად მახსოვს, მდედრის სახელი ეწერა და ეგ უპასუხე და ძალიან გამიხარდა. ესეთი კონტენტი რო დავიწყოთ, რომ ვსტუმრობთ ჩვენს გამომწერებს უფრო სხვა წერტილებში. სიამოვნებით. მაგარ ექნებოდა. ხო, მაგრამ მე მინდოდა რომ ანუ აი ახლა ვიმყოფებით კასტელო დელა სკივიაში, რომელიც არის ადგილი, სადაც გადაიღეს ნათლია რა. მე ნათლია ნახე არ მაქვს ოღონდ. მე წაკითხულიც მაქვს, ნახიც მაქვს არაერთხელ თან და ძალიან მევასება ნათლია. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი არის და G2G-ს იყო საერთოდ და G2G-ზე იყო თავიდან საუბარი საერთოდ, რომ აი მიზნად რო დაისახა, რომ აქ გადაიღო ეს თავისი პროექტის ერთ-ერთი მთავარი თამაში, ადგა და ჩამოვიდა აქამდე და ყველაფერი გააკეთა რა. G2G არის ყველაზე მიზანდასახული ადამიანი, ვისაც ვიცნობ რა. აი, მაგრამ გონება გაფანტული რო არ იყოს, უფრო მაგარი კაცი იქნება. ყველაფერს გვერდით გადადებს, ოღონდ აი ის რაღაც შეასრულოს, ის ერთი კონკრეტული, რაც მიზნად დაისახა და ეგ ძალიან მომწონს G2G-ში. აი აქ წამოსვლა, რომ მე თავიდანვე მჯეროდა რომ წამოვიდოდით, მაგრამ ბევრი დაცინოდა. ხალხი იყო, აი არ გამოვა ეგ თემა, რა სისულელეა, თქვენი გიგულაოთ, ვინ გაგიშვებთ და აი აქ ვართ მეგობრებო. და საერთოდ არ გვიგულავია თუ გაინტერესებთ დღისით აუზზე თბილისშიც დავწებოდით ალბათ სადმე გლდანის ტბაზე, ხო? კი. 20 ლარი ღირს თან ვიზიტი. კვირის დღეებში და ძალიან იაფად გამოვძრებოდით და აქ ხარჯია იმენა, მაგრამ G2 ყველაფერი ისე გააკეთა, რომ 25 ადამიანი ჩაყარა ერთ თვითმფრინავში და წამოიყვანა აქ რა. და ეგ არის ყველაზე მაგარი რაღაც. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა რა. აი მე რო G2G-ს არ ვიცნობდე და ესეთი რაღაც გავიგო, რომ ვიღაცა იუთუბერმა, ვიღაცა 25 იუთუბერი შეკრა თვითმფრინავში ჩასვა და სიცილიაზე წაიყვანა, ტაშ დაუკრავდი. მე მინდა რომ სხვა ადამიანების შესრულებული მიზნების დაფასება ვისწავლოთ რა და მეტი შანსავთ. მე მინდა რომ მაინტერესებს გუგა კადრი მაინტერესებს როგორ არის გაიარე კაცო არ არის წეღან ფუფოტკაც იღებენ იქით מחარა და კალა და მანქანამ გაუარა აი ესე როგორც გუგამ გაგვიარა ჩვენ აი ამ მანქანა ხო და G2G-ზე ვეძახდი რომ G2G რო თავის მიზნებს ასრულებს ეგ მინდა რომ უფრო ჩანდეს და უფრო დაფასებული იყოს რა იმიტომ რომ რეალურად G2G არის საუკეთესო იუთუბერი დღევანდელობაში. იმიტომ რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე როგორც საუკეთესო იუთუბერი ის კი არ არის, ვინც აკეთებს საუკეთესო კონტენტს. ნუ კონტენტიც საუკეთესოა, მაგრამ მე მგონია რომ საუკეთესო იუთუბერი არის ის იუთუბერი, რომელიც ზრუნავს სხვა იუთუბერების განვითარებაზე და ამითი იღებს სიამოვნებას. ხო, და ეხა აქ წამოსულით ყველა თავის კონტენტი მაქსიმალურად გამოიყენა, ეხა კალა და מחარა იღებენ იმას, ფუფოტკას, აი ჩვენს გვერდზე დაახლოებით 2 მეტრში სხედან, ნინიკო მამარდაშვილი ყავს სტუმრად, დაელოდეთ მაგას ნახავთ და походу ლაშაც აპირებს რომ გადაიღოს კიდე რამდენიმე ვიდეო. ლაშა იღებს ბლევს, მე წეღან გადავიღე G2-ს ხუდის თემები, ახლა G2G იღებს თავის პოდკასტს. მოკლედ ძალიან ბევრი კონტენტი კეთდება და ეს ძალიან მიყვარს მე. მე ძალიან მიხარია რომ აქ ვართ რა, ვაფშე. შენი მიზანი რა არის? ბევრად უფრო დავახლოვდი აქ იუთუბერებთან რა. ანუ ისედაც ვინც აქ არიან წამოსული უმეტესობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ არიან ვიღაცები, ვისთანაც არ მეგობრობდით. ყოველდღიურობაში რა. და ეხლა მგონია რომ ყველასთან მეგობრობ რა უკვე. ეგრე. გინდა არ გინდა.
გადამღები ჯგუფი რაღაცებს უფრთხილენ ერთმანეთს. მე მაგის ყურებაც ძალიან სიამოვნებს. გადამღები ჯგუფი ყავს, აი ტოპ იმენა, მართლა ტოპები არიან. თავის საქმის პროფესიონალები იმენა. მე სიამოვნებს, როცა ადამიანები მე ვუყურებ, როგორ აკეთებენ ადამიანები იმას, რის იკეთებაც უყვარს. ხო. აი ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს ხო ძალიან გვიყვარს. აი იქით გავიხედები, ის ხდება რაც იმათ უყვართ, აქეთ გავიხედები, ის ხდება რაც იმათ უყვართ. ახლა ლაშა გამოდის და ხალხს ეძებს ბლეფისთვის. აი ძალიან მაგარია. აი შენი მიზანი რა გითხრა გიორგი? რაღაც ვიდეოებს გვიღებენ ახლა და ძალიან ბედნიერია. ოკეი. მადლობა. დამიერთროფე მე. ჩემი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მომნახო აი ამ არხის საშუალებით, ვისაც ჩემნაირი იდეოლოგია ექნება ან ჩემთან მიახლოებული და მე რაც დაველაპარაკები, ამის მოსმენა ასე თუ ისე ენდომებად ყოველდღიურობაშიც კი. ანუ ძალიან რთულია, რომ მე როგორც იუთუბერმა ყოველდღიურად დავდო რაღაც ვიდეო და ვიღაცებს მაინც ჰქონდეთ ინტერესი ჩემი ვიდეოს ნახვის რა. და მე მინდა რომ მაქსიმალურად დავაინტერესო ვიღაც ადამიანები ჩემი ცხოვრების გამოცდილების, ჩემი ადამიანური რაღაც დამოკიდებულებების და ყველაფრის იმითი რა. და აი final მიზანი რა არის ამ ყველაფრის? აი ხალხმა გაგიცნო, ხალხმა ნახა როგორ ეს საინტერესო ხარ, ხალხი მიხვდა რომ არ ხარ აი რავი, აი TikTok-ზე ვიღაცებს რო აჯვამ, ხალხმა ნახა რომ ეგ არ ხარ რა, აი მე უბრალოდ მაგას იუმორის კუთხით ვაკეთებდი ხოლმე და ეგრე ლაპარაკი იდეაში დიდად არც ჩვევია. ანუ ძმაკაცებს როგორც ვეხუმრებოდი ხოლმე, ეგრე ვხუმრობდი მანდაც და ეგ არ მგონია აი ამ ეტაპზე გიორგი ელოშვილისგან სწორი რა. რა არის? მე მგონია რომ ჩემი დამსახურება. არა მარტო, მაგრამ ხო შენიც არის რა თქმა უნდა. და ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მე თუ 1 წლის თავზე თუნდაც ერთი ადამიანი მეყოლება ვინც მეუბნება რომ აი კიდე გააგრძელე, აი ეგ არის ჩემი მიზანი, რომ როგორც მინიმუმ ერთ ადამიანს, ოღონდ არა მეგობარს და არა ახლობელს, უნდოდეს რომ მე ეს ყველაფერი ისევ გავაგრძელო. სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც არ იცნობა არც გინახავს. ხო, რომელიც უკვე მეგობრად შეიძლება მთვლიდეს ეკრანის იქიდან მხრიდან. აჰა, გუგა რა კაგზმანზეა. გუგა იმენა ისა, პროსტა მაგმა კალიას გავს, გუგა გავს განგსტერ კალიას რა, ეს გამხდარი რო არის, ძალიან კალიურია. შენ აკეთებ, აი რასაც შენ აკეთებ სიგიჟეა რა, აი არავინ არ იფიქროს რომ წინასწარ არის გადაღებული ეს ვიდეოები, ან ერთ დღეში იწერს რამდენიმეს, არა, ყოველ დღე იწერს ვიდეოს, ტვირთავს, მეორე დღეს ისე ვიღებს და ესე გრძელდება რა. თან რა ინტერნეტით მიწევს ხანდახან ატვირთვა, გუშინ იმით ვტვირთავდი იმის რა ქვია იმის Wi-Fi-ი ოტელის, რომელიც ძალიან სუსტი იყო. მე ისევ სელფიზე გადავედი და სელფით ვქენი, სელფიას მოსწორებს ჩიტოს და გამიზიარა და იმით მომიწია ატვირთვა რა და იმით კიდე ანუ მარტივად აიტვირთა, მაგრამ ჩემით ცოტა სული იყო. ხო. და ამჟი როუმინგზე ინტერნეტი ცოტა ნელი არის რა. ძალიან მივეჩვია თბილისის ინტერნეტს მე. ძალიან მაგრა არის გამიფრებული ინტერნეტი სამყაროს ჩვენთან. ევროპაში კიდე ეგრე არცევენ პატივს ინტერნეტს მე მგონი ვიდრე ჩვენთან. ანუ აი აქ ეს სოციალურ ქსელებს მოწყვეტილი ხალხი არიან ახლა სადაც ვართ რა. აქ ცხოვრობს ერთი კაცი, რომელიც 80 წლის წინაც აქ ცხოვრობდა. 80 წლის წინ აქ დაიბადა უბრალოდ და მე 28 წელს მისი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ, მისი ბებია-ბაბუებიც აქ ცხოვრობდნენ და შვილები რომ ყავდეს, შვილებიც აქ იცხოვრობდნენ. ხო, მაგრამ შვილები არ ყავს. ხო. რაღაცნაირი ისა. გუგას სანთებელას თუ დამიბრუნებ, კაი კაცი იქნები. დაჟი გავკა. სანთებელი. ლაიტერ. აი ის კაცი აივანზე დგას, ის კაცი თუ ჩანს კადრში, ეგ არის აი ჭაღარათმიანი, ჯითუჯი არა მეორე. იმედია ჩანს რა. და თუ არ ჩანს, მე იმედია ჩამოვა და იქ განახებთ. კაი, კიდევ რა იყო თემა, მიზნები და შიშების დაძლევა რა. კაი, მე მაგალითად ლაპარაკობ ეგეთ რაღაცას, რომ მე მაქვს ერთადერთი შიში ყველაზე მეტად რაც მაწუხებს. და ეს არის საკუთარ თავთან მარტო დარჩენას დითვლება ალბათ. საკუთარ თავს როცა უყურებ სარკეში და სარკიდან ჩემი თვალები ერთმანეთს ხვდებიან, მან მე გამიცდი შიშს. და წერამ საუბრობდი კიდევაც, რომ აი კაკრას საბას აქვს ისეთი თვალები, რომ არ შეუძლია. რა გინდა, სიგარეტი არ არის პრობლემაში. YouTube-ზე არა ისა.
რა უნდა ბიჭო? სიგარეტა ჩანს კადრშია და არ მოწვიო. კაი, ჩავაქრე ძმა. ჩავაქრე. ბოდიში. მაგრამ მე მეგონა რომ არ იყო პრობლემა, რა ვიცი, ჩემ ვიდეოებზე არ არის პრობლემა და ეთქობა მახარას ვიდეოებზე პრობლემა არის. მეც ჩემ ვიდეოში მეც რა მინდომებოდა რომ ხო, შეიძლება, მაგრამ ნუ იმედია მალე მორჩებიან რა დამღალის ამათ. წერანს გამაჩუმეს ისაო ხმაღლა ლაპარაკობო და გაჩერდიო. ჩვენ აქო რეიტინგულ კონტენტებს ვაკეთებთ და ეს ვიგენი ბატონი ვიგენი იუთუბერები ნერვს მიშლიან. ეხა. მაგრამ ძალიან მიყვარა. სხვათა შორის საერთოდ არის ძალიან კარგი ადამიანი. მეც არ მეგონა თავიდან. როცა არა, კაცო. არა. ახლავს ხედავთ აი ამ ფონზე აკვაპირებთ რომ მაფია გადავიღოთ. საბა, ჩემთან მოდი რამდენი ხანიც გინდა თუ გინდა. ხო და წეგან იმას ვიძახდი რომ აი საბას საბა შორის დავიციწე იმის გამო რომ მეგონა ძალიან თვითონ გიხსენებოდით. ბიჭო, არ არის ეგ სწორი. ის ვიდეო ხმავე ჩაიწერა და ახლა დამოიწევს საუბარი ყველაფერზე. მართლა იქუშეებიც ვიბაზეთ? ხო, არა და კაი ვიდეო იყო. ბასტო ჩემო მივარდა კადრში, ხანმი შემომივარდა და შემოვაგდო? არა კაცო იყოს იქ რაღაც უყურებს ერთობა. აი რა სახთი საბას თვალებზე. გავიგეთ რომ ცისფერი თვალები აქვს მე. გოგო, უკრე ნახე, მე აი ეს ხო ბუნებრივად მოხდა, რაც მოხდა. ეხლა საბა შემოვიდა რაღაც სხვაზე გადავედა. ხო, დაიძახე. არ არის პრობლემა, გავაგრძელებ, საწავა. ეხლა ჯითუჯი მივიდა מחარასთან რო იცოდე. ხო და იმას ვიძახი რომ ადამიანების თვალებზე ეტყობათ როგორი ადამიანები არიან. აი ეხლა რაც უნდა წაფშეკრული იყო ადამიანი, ხო? თვალებში რომ შემოგხედავს ვიღაც და მიხვდება რომ დავდოთ. არ არის პრობლემა, მაგრამ მე არ ვარ მაგ ტრანზიშენში, საჭირო მგონი. არ გაცვია? მაცვია, კარგი ტრანსფერიც მაგ წამოღებული, კი. აპირებ ჩაცმას? კი, გამოვიცნი მე გადაღებისთვის ყოველ შემთხვევაში. მოდი ჩვენთან ვიდეოში თუ. მე ძალიან არ მომწონს შემთხვევა ახლა. და ალბათ არც გამოვიცვლი, რას ქონა წამოღებული, მას არ ჩავიცვან. კი, ყველა ადამიანს ეთყობა ყველა ადამიანს ეთყობა თვალებში, ჩახედავ რომ როგორი ადამიანი არის რა. კი, მე მგონია რომ ეგრე. აი ხა საბამს რაც არ უნდა დაბღვერილი სახით გიყურებდეს, ვერ ჩათვლი რომ გაბრაზებული ან ბოროტი ან რაღაცა ცუც გიპირებს რა. ჰა? საბა საფანზე ზევით. არა ვიცი. ვიდეოს ვიღებ, გოგო. აუ, ხადო. და ამას აინტერესებდა ჭორების მოსმენა უნდა. ჭორები კი არა, მე მეგონა ვიღაცამ გაწყენა. ანანო მოვიდა. მეგონა ამას ვიღაცა მაწყენინა და ყველა ადამიანზეო ყველა ადამიანზე შეატყობო. ყველა ადამიანი შეატყობო, რომ თვალებშიო რა ადამიანიო და მეთქი ეხა ეს მაგარი ნაწყენია თქო რა. არა, გოგო რა ნაწყენი. მეთქი ვერ ამბობს. არა, უბრალოდ кайფონი მოვნახე და დავჯექი ამ მანქანის. გელაპარაკები არ უნდა მითხრა? არ არის. აი ელოშეს ამ ახალი კონტენტის მოღამე ეგარს რომ ვიღაცა ეპოვენ და რაღაცა ველაპარაკო. რა პრობლემა არის? შენ ხო გეგონა რაღაცა ბუნებრივად და გაინტერესებდა მოსმენ. ეს არის იმის ფაქტი. აი შენ რასაც აკეთებ, აი როგორ ვიდეოსაც აკეთებ, ეგ არის აი ფეიკი ვერ იქნება რა ამ ვიდეოში. აი არ არსებობს. განსაკუთრებით მაშინ როცა აი ხალხი არის და კომუნიკაცია გაქვს. აი ვერი ფეიკებ და ეს არის ძალიან მაგარი. მეც ეგ მინდა რომ აი ამ ადამიანებმა ვინც ახლა ვიდეო აქვს ჩართული, ერთ-ერთი დენაუსა არის უეჭველი, აი რაც ვიცი. ნანუ კავთანდილაშვილი აუცილებლად არის აი ჩერი. ეს სამი არის ვინც ვიცი იმენა, იმიტომ რომ კომენტარი დადებული არ მაქვს ვიდეო უკვე წერენ კომენტარს რა. ახლა კოპალა მივიდა ვიდეოსთან და იმედი არ გათიშავს. არ გათიშავ რა გეხვეწე. არ გათიშავდა. არ მგონია რომ გაითიშა. შენ გაქვს ძალიან თბილი თვალები. ხო, მე ძალიან თბილი ადამიანი ხარ. მაგრამ ისეთი იმიჯი შემექნა იმ TikTok-ის გამო რომ ძალიან ცივი ადამიანი ვიყავი და ბოროტი და რაღაცნაირი. შეიძლება ეგეთი ბოროტი ვარ, მაგრამ მე არ ხარ. მე იმებს აღარ მიწერენ რომ ამასთან რა გინდაო. იმიტომ რომ აი შენში კარგი რაც იყო წინ წამოიწიო. ბიჭო, რაღაცებზე რომ ხუმრობდი ხო, თუნდაც რა შვება ეს? ეს კაცი რა შვება? რაღაცას უგებს. რას გადაუგებს? შენ თავის ტელეფონით ანახა ჩვენს კამერას. არა, მე მგონია რომ რაღაცა მესიჯი ანახა რომ მე მაქვს რაღაც წლებობა მიწერილი, სადაც აშკარად ბოროტი ვიყავ. ეგეთ ვარიანტი შეიძლება. ნახე ნაბოზო. ეს საყვარელია. არა, გოგო, ესეც საყვარელია. ან საყვარელია. ნახე. ისეთ სახით იყურება რომ აი თითქოს 20 წლის ბავშვია და რაღაცა უნდა. ჰერკულესში რო არის ის დაბალი ისა რა, ჭინკასავით. შენ არ გეცოდი მე მანდ ჭინკასავით ისა. ხო გახსოვს შენ? მოდი რა, წკამი მოიტანე და დაჯექი ვაფშე. მოდი აი გავიწევ.
ჩვენ საუბრობთ მიზნებზე და შიშებზე. მე მაგრად მიხარია თქვენ მინდავში ყოფნა. მე შემთხვევით მოხდა ამ ვიდეოში ძალიან ბედნიერია. კაი. გვესაუბრეთ. შიშებს მე არც არ მაშინია. არაფრის ვარ გეშინია, იქ ძალიან ცუდია, არაფრის ვარ გეშინია, იმიტომ რომ თუ არაფრის არ გეშინია, ავტომატურად სიკვდილში ვერ გიმაშვები და უფრო მეტ რისკზე მიდიხარ, ვიდრე საჭირო. ძალიან უაზროდ უშიშარი ვარ რა. ხო, ეგეც ნიტო არ. მე არ ვარ ძალიან შიშარა, მაგრამ რაღაცების არალოგიკური რაღაცების კეთება არ მიყვარს რა, ანუ არალოგიკურად არალოგიკურად თვლი შენ აი კრუიზზე ყოფნას, იმიტომ რომ თუ იმ კრუიზს რაღაცა მოუვა, შენ თუ რა არის და ვერ გადარჩები. ანუ უკვე მე ძალიან სუსტი თუ ვიქნები ისეთ ადგილას, სადაც რაღაცის გადაწყვეტის უნარი და კონტროლის უნარი არ მაქვს, მე სუსტად ჩავთვლი თავს აუცილებლად და მე სუსტი რო ვიცი რო არ ვარ. მე არ მინდა რომ ისეთ ვითარებაში აღმოვიჩინო თავი, რომ ჩემ და უნებურად ვიყო სუსტი. ხო, მე არ არსებობს აი მე იდიოტურად მჯერა, რომ ნებისმიერ სიტუაციიდან გამოვარდები, ნებისმიერ ადამიანს მოვირევი, ნებისმიერ სიტუაციაში გადავრჩები. მე ამის იმედი მაქვს. ესეც ეგეთია. ეს რო იტყვის რომ რაღაცაზე ვნერვილო მეთქი რომ ითქვამს და ლენკას რო გადაუკაპიტებიეს და მიმიშვიო, მე მჯერა და მაგას აქვს მნიშვნელობა. სხვათა შორის ჩემი აზრით განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება განწყობით ვერავის ვერ მოერევი, მაგრამ ზოგადად აქვს მნიშვნელობა. ეხლა მაგალითად დათვს თუ თავი დაუხარე ყავისფერს, ხო? შეიძლება მე შეიძლება ვერ მოვერიო რა, ზოგადად ვამბობ, მაგრამ თუ შეაშინე შეიძლება არც დაგესხას თავს, ასე რომ არასდროს არის განწყობით. შიში ვერ იხსნის, სიკვდილსაც ცუდია დაღრეჯილობა, ეს ბებია ჩემო იცოდა. ცხოველებს აქვთ ეგეთი უნარი, რომ შეიგრძნონ შიშის სუნი, ისევე როგორც ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანს. შენ თუ მაგას არ მისცემ, შეუძლიათ უკვე რომ შენი შიში ვერ იგრძნონ და ცხოველებს არა, აი ზოგადად სიტუაციაზე რა, აი რაღაცის თუ მეშინია, მაგეთი ვავნებ მხოლოდ ჩემ თავს, ხო? მე თუ არაფრის არ მეშინია. არა, მე თუ არაფრის არ მეშინია, ვერაფერს ვერ ექნება შემზე გავლენა. მაგრამ მე თუ რამის მეშინია, აი ის რაღაცა აუცილებლად დამჩაგრავს. მე წამდა ბოლომდე რომ მაგიდა გვექნებოდა. მე დარწმუნებული ვიყავი, შენ პირველად რომ გაიფიქრე რომ სიცილიაზე გადავიღოთ რაღაცაო, ვიჭველი ვიცოდი რომ აი ესეთი კონტენტიც იქნებოდა. სად დაიბადა პირველად? სად დაიბადა პირველად, რა ვთქვა? სიცილისიდან არ ახსოვდა, სიცილისიდან პირველად დაიბადა, ანუ არ დაბადებულა, აი გაკურეთი ხუმრობა იყო, მაფიის პირველი სეზონი იყო, თემურ გვარაძეს ვლაპარაკობდით, რომელიც ონლაინ ყოველთვის ჩვენთან ერთად თამაშობდა, მაგრამ აი ფიზიკურ სივრცეში რო გადავედით, თემური ვეღარ ითამაშებდა ჩვენთან ერთად და ეს კომენტარი დაიწერა თუ რაღაცა, როდის ჩამოიყვანთო და ჯითუჯიმ ესეთი რაღაც თქვა, რომ თემური მერე სიცილიაზეო რა და მაგ მომენტში ყველას გაგვეცინა რა, აი ვერც წარმოვიდგენდით მაგ მომენტში რომ აი მაგას მართლა ლაპარაკობდი. შეიძლება მაშინ მართლა არც ლაპარაკობდი, მაგრამ ეს იყო მანიფესტაცია ჩემი აზრით. თემურიც რო იყოს, აქ უკეთესი იქნებოდა. ხო, აი იქნებოდა. შეიკრებოდა თო. შორის ანუ თემოს ოდიან გადატვირთული გრაფიკი აქვს რა, საქართველოში რო იყო ჩამოსული, მაშინაც კი ფიზიკურად ვერ ახერხებდა რომ მოსულიყო, თუმცა ჩვენთან სივრცეში იყო მოსული, პრობლემის გადავიდეთ და ძალიან გაასწორა. ესე უყვართ ჯითუჯი თავის პარტნიორებს. ამ ვიდეოს თემა არის მიზნები და შიშები და ჩვენ მე ვთქვი რომ შენ ხარ ყველაზე მიზანდასახული ადამიანი, ვისაც ვიცნობ რა. და მე ვთვლი რომ შენ თუ რამეს ჩაიფიქრებ, აი ერთ კონკრეტულს აუცილებლად გააკეთებ და ეგ სიცილიაზე რო ვართ ხა 25 კაცი, ეგ არის მაგის დასტური. Dragon Lore აქვს, Factory New. მორჩა. წაიღე, თუ იბა. მე რამდენი ხანი ვიბრძოდი შეჩერებული. 5 წელი ვეძებდი. მაგის დასტური ვთქვი, რომ მიზანს. 5 წელი რო ეძებდა მიზანს აღწევ, ეგაა ბრძოლის უნარიანობა და ეგაა მიზან დასახულობა. ეგ არის ორი. ცნობილი თამაშის ყველაზე კარგი რაღაცა. ხო? მორჩა. ხო, მორჩა. ლექსზე მაცანეთ. საყარ ბასტოც არის ძალიან მისად დასახული და ძალიან მომწონს ეს კიკოფმა როგორც ჩაიარა. ბასტოს ჩემთვის აქვს ნათქვამი ესეთი სიტყვები, რომ მე ვიყო ტრაკიო თუ რაღაც ეტაპზე შენ ტოტისთან ერთად არ გათამაშო. და მე ნაფიქრი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ბასტო რაღაც ეტაპზე მოახერხებს და ისეთ
რაღაც ჩემპიონატის სტილის YouTube ვიდეოს გადაიღებ, სადაც მე და ტოტი ვიქნებით გვერდი. ნუ როგორც მინიმუმ მოწინააღმდეგეში გინდა თუ თანდათან მოწინააღმდეგეში მინდა რომ მოვჩეხო დაჟე რა და მინდა რომ შემაგინოს რომ რაღაც დავიმახსოვრო რა დავამახსოვრდე აი რომ დავამახსოვრდე როგორ ვიზამთ იცი რომ მოვჩეხავს რომ რაღაცა დამოყალე ეგრევე გამიყვანე არა ბიჭო არ არის პრობლემა ელო ხო შენთან ვართ ახლა კი ჩემთან ხარ იწერს ხმას ხო კი ალბათ ვერთის იმედად ვარ ხო და ძალიან მიყვარს რომ ჩემი ძმაკაცები არიან ესეთი ადამიანები რომლებსაც თავის მიზნების ბოლომდე გატანა შეუძლიათ თავით და კისრით ძალიან ბევრი ენერგია მეაქვს იქით იქ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ დაამთავრეს პოდკასტი თუ მორჩა ძალიან კაია ჩვენც მაგრამ მოვჩევით და ეგ არის და ამ ხიარულ ნოტაზე ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურეთ ვიდეოს. არა, ამ ხიარულ ნოტაზე მე მინდა ხალხს უთხრა, რომ აუცილებლად იყავით მიზანდასახულები და აუცილებლად იყავით უშიშრები, იდიოტურად უშიშრები იყავით. არაფრის არ გეშინოდათ. უშიშრები, უყურეთ ნახე, ეს ჩემი არქია, ლენკა მომეციეს. მე შეიძლება ვთქვა რაღაცა. შეხედე, ესეთ რაღაცას ვიტყვი რა, სწორია, ოღონდ ეგ უნდა იწა, ანუ შეხედე, პროსტა ის კი არა რომ გადაწყვეტოთ რომ მოდი უშარი ვიქნები, არა, უნდა იგრძნო, უნდა რაღაცნაირად უნდა გაითავისო, რომ ხო რა. თუ შენ გულში ეჭვი გეპარება ცოტა დაწვე, ცოტა თავიდან დაიმუხტო. მაგას რო ირწმუნებ, რომ არაფრის არ უნდა გეშინოდეს, მე უეჭველი გამოგივა რა. მაგარი ვიდეო, ჩემი შეყვარებულის კამზეზეს და ჩემს კალთაში სხვისი შეყვარებულიზეს. და არავის პრობლემა არ აქვს ამაზე. Brain rot, ელოშა. ამას არ უჭერი, აი ამას არ უჭერი. ღირსი ხარ კიდევაც. მომბრძანდით ბატონ ლაშა. მე ვერ ვხედავ საერთოდ ტელეფონს. აი, ჩემი Samsung-ი. ლაშა. კამუფლაჟ. ეს ვედროსფერი რო სპეციალურად თემატურია ხო? როგორ დამცი ეს ღამაკი. აქ ჭამჭაში წყალი ასხია. არ გავარკვიოთ ეგ და მოდი არ ჩავხდეთ არავინ ხო რა. მოდი ვინც წააგებს ჭოშჭი ჩავყარო. გონი ეხა ეს ყველაფერი ხო დაიდება და ალბათ მაყურებელი გაიაზრებს და მიხვდება რატომ ვიდებით მაგიდასთან ჯდომის მაგრალები. ეს რატო იქნებით? ალბათ ყველა მიხვდება. აი ხა ჯიტოს ნახე როგორ გაყინული სამა უნდა წაიყვანო. ეხა კიდევ ვფიქრობ რომ იმას რამე არ მეც ეგრე ვიყავი რომ მაგიტო ვერ ვითამაშ კარგაჩეჩი. ძირს რო ეცემოდა ვიღაცა ესე მივიდიოდ რომ მე რამე ხო არ ეცემა და. ახლა წაიშალა? აუ რა წაიშალა ბიჭო რა რა იდეებს აღჟღერ. ვერ გავთ. დაიშალეთ. მოდი რა რაღაც ვიდეოს გადაიღე. მე მაქვს მადლობა ანანო მე მაქვს ჩემი არხია მაინც ჩემი არხი გაჩერდი ერთად მაინც ჩემი არხია და ჩემსაც დავაფიქსირებ თამამად და ისე მინდა თამამად დავაფიქსირო ჩემი აზრი შიში გამოიყენეთ იმისთვის რომ რაღაცები სწორად გააკეთოთ რაღაცების უნდა გეშინოდეთ იმიტომ რომ ლოგიკური გადაწყვეტილები მიიღოთ ლოგიკა საუცილებელი არ არის რომ მიყვეთ ყოველივე მომენტში მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველაფერს რომ ლოგიკურად აკეთებ მე მიეცი თავს იმის თავისუფლება რომ ლოგიკა დაივიწყო და ექსტრავაგანტული გახდე რა ექსტრავაგანტული როცა ხარ ლოგიკაც ავტომატურად მოგყვება რა და უბრალოდ შენი აზროვნების უნარი იცვლება და ისე იაზროვნებთ როგორც თქვენ ჩათვლით საჭირო და არა ისე როგორც სხვები გეტყვიან რომ არის საჭირო. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, აი ეგ უნდა გააკეთოთ და ბატონ საბას დაუკრათ ტაში, იმიტომ რომ ულამაზესი არსებაა. და საბა არის შეპირებული, აი წაღან ბასტოზე ხო თქვი და საბა არის შეპირებული თუ ვინმე ქართველი ოდესმე მოხდება რომაში, აუცილებლად ვიქნები მე VIP ლოჟაში მე და ლენკა. მაგრამ მანდ მთავარი ეგ არ არის. მანდ ვერ ხვდება რომ ჩემი ყველანაირი ხარჯით ვიქნები იქ даже VIP-ის იმაში კი არა, არ ვიცი, სტადიონზე დავჯდები რაღაცა ტელევიზიას გავხსნი და იმად წავალ, რა ქვია, პრესად წავალ. ოღონდ ისინი ახლოდან ვნახო. ელოშ ქვედატირე თიმი იქნები? მოდი კალა. კაი ბიჭო, არ არის, ეგეთი არ არის. ხო, რამე თქვი? მოიცა აქეთაც მეძახიან. კაროჩი, კალა ძალიან დაკავებულია, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გამოიწერეთ არხი. ელოშ, ხო, ეგეთ პონჩი შეიძლება, პრობლემა. მაგრამ შენ კონკურენციაში არ შემოვალ, არ გაგირისკავ. ძალიან მიყვარხართ. მადლობა. მე რა მიყვარს იცი? რამდენჯერ შევხედოს ადამიანმა და ყველა მითხარს ამ სიმაღლე, ანუ ერთხელ ხო შეშვეული არ ხარ. ერთხელ ხო ეჩვე. ნახე, ქვევიდან ვიყურები, აი უფრო მაღალი. ძალიან ახლო რო იჩითები ხოლმე, მაშინ უფრო მაღალი ჩამხარ რა. შენ რამე შეშინია? ვასა უფრო მაღალია თუ ეს? რის მეშინია? რამე ზოგადად. სიმაღლის ეშინია. ბევრი რამის.
რაღაც გამორჩეული და საყვარელი ადამიანების დაკარგვა ალბათ. ეგ ძალიან ბანალურია, მაგრამ ხო, მისაღები. როგორც მე ვარ თვითონ. არა, შენ ახლა ბანალური. ბანალური. ამ ხელ ნოტაზე. გაუჩე. ბრავო. აი, ხო არაფერს არ ვჭრი, მაგრამ ამას ამოვჭრი რა. აი, კარგად.